გამარჯობა. აი ხედავთ უკვე მე-11 შევხვდით ერთმანეთს და მეორედ მოგესალმით. მანამდე ჩემი ისტორიების მოყოლით ვიყავი დაკავებული. იმედი მაქვს თავი არ მოგაბეზრეთ. თუ მოგაბეზრეთ მითხარით და მაშინვე გავჩუმდები. თუმცა როგორ მეტყვით? ვერ მეტყვით? ამიტომ მე ისევ გავაგრძელებ ჩემი ისტორიების მოყოლას და თქვენ მოგიწევთ მომისმინოთ. ასე გაგრძელდება დაუსრულებლად. ნუ ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც სანამ არ მოხუცდები და ამის მოყოლა აღარ შემეძლება. ისე ჩემი მოყოლილი ისტორიები არ მოგენატრებათ. ეს ისტორიები ყო თქვენზეც იყო. მოკლედ იმის თქმა მინდოდა რომ მეც და ჩემი მეგობრებიც თქვენაირი ადამიანები ვართ. ჩვენს გვაქვს პრობლემები, ბანკის ვალები და ბანკის ვალების გამო შექმნილი პრობლემები. აი ხედავთ. ისევ ჩემს პრობლემებზე გელაპარაკებით. უკაცრავად. წავედი მე. მოდი ჩვენს ზამიკოსთან მოდი ნანუკა მოდი შეგვიძლია ახლა მართლა შემეშინდა? არა? არ შემშინებია? არა ხო? არა? ხო. არ კიდე აი ხამაგაზე ლაპარაკი ისე დაიყვირე რომ შენ ყვირილზე მე კინაღამ გამისკდა გული. მოიცა ესე ჩემ ყვირილზე შენ შეგეშინდა? ხო. ხდები ახლა რა გამოდის? რა? მაინც მე შეგაშინა შენ. 1-0. ო სიტყვები არა მაქვს. და სხვადასხვაის არ არის კარგი, იმიტომ რომ წერალი ქვია ჯერ კიდევ. კარგი, ახლა არ დაიწყო, არაფერი არ დაგიწერი, ამდენი ხანიო და რაღაც ეგეთები რა. არც ვაპირებ. ჩემთვისაც აღარ ახარ აქტუალური. ხო ლიზიკო, ხო, რა დადები მაგიკო? რა, ლუკა გიგა მოკლა? რა? დედას დაუძახე ხოლმე. ნათიან ახტება, გამაგებინე კაცო. რა? მომობალოს თამაშობენ უკაზე. აბარა, მამა ენაცოლოს მაგარ. კარგი, საღამოს გნახავთ ხო? არა, თუ გამაგიჟებენ, ესეთი გამაგიჟებენ აღრათ რა. მოდი ახლა ვისაუბროთ ხო? ხო. ვისაუბროთ. ესე იგი, ამას შევიცნე. რაღაცა კარგი სუნი ტრიალებს ხო? რაღაცა აი ეს მოკვერცხის სუნია ხო აი გემრიელი კარგი სუნია? რა აბა აი უნდა დავხსენო არა ახარ არის აბა არა ახარ აი ბოცა ნუ ფოთარა ბოცა აი ახარი მართალია ახარი აი
აქედან ამოდის. ქვედა მეზობლის საჰაეროდან ამოდის. მოკლედ თამო რატომ მოვედი იცი? რაღაც მინდა გითხრა. მითხარი? აი თქვენ მეზობელი როა მაიკო ის მომწონს. არა შენ არ ეჭვენო დასავით კი არ მომწონს ისე მომწონს. აუ რა მაგარია მიდი რა ყველაფერი მომიყევე გეხვეწები რა. აუ იცი დავინახე თუ არა გულმა ეგრევე ფო გამიკეთა. აუ რა მაგარია. აუ იცი რა კარგი გოგოა ჩემი მაიკო. ხო. ბოდიში შენი. ხო ჩემი. მოკლედ დავინახე თუ არა მივხვდი რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილები. ხო, იცი რა არის, რაღაცნაირად გონია რომ იმასაც შეუყვარდები და ცოლად მოვიყვან. ხო, მოკლედ ამის სათქმელად მოვედი რა. და გიოს არ არის, მეთქი მეტყვი გავხარდება თქო. და ნარდი უნდა ვეთამაშო, გუშინ დამპირდა ოღონდ ეხლა წადი და ხვალ თოგინა ნარდს გეთამაშები და იცი რა ვქენი ეგრევე გავარდი მეთქი არ გადაიფიქროს. მიდი რა გეხვეწები დაელოდე იქით ოთახში მალე ამოვა მაღაზიაშია ჩასული მე აქ საჭმელს გავაკეთებ და ოღონდ რო ამოვა იცოდა ჩემო და ერთად ვთქვათ გეხვეწები გაგიჟდება სიხარულისგან არა პურს თითქოს ისევ პურის გემო აქვს მაგრამ სული არა მე პური აღარ მინდა მარტო ებოგოცხი და ხალაც მეყოფა კარგი მაშინ მოვასუფთავოთ კარგია მოგეწონა ჩემი ომლეტი დესერტზე რა სიტყვი ხო ვიცი დესერტზე ყოველთვის თან ახლა თან ისე დესერტზე როგორც შენ ხარ ის მამუკა ხო მესმის ესე იგი ქვემოთ ხო რემონტი გააკეთეს და ეთყობა ის ექნეს რომ დღეიდან ტელევიზორი აღარ დაგჭირდება ტელევიზორი აშუაში აი ნახე უცხო ადამიანების პირადი ცხოვრებიდან ნებისმიერ რამე შეგვიძლია თვალი ვადევნოთ და ყურე და ყოველგვარი თვიური გადასახადის გარეშე არა მაგარი რამეა ლაპარაკო გაჩერდი გასო ეთყობა იმ მუშას ვიღაცას რაღაც რემონტს ვაკეთებ და შეეშალა და ჩავალე ხა მეტყვი თქვენი ხმა ამოდის თქო არა მოიცე კაცო არ გახსოვს ქვეყანაში რა ამბავი იყო პირადი საუბრების მოსმენებზე მამუკა ცოტა ხანი ვიხალისოთ გეხვეწ დაივიწყე ეგ ამბავი მოჩ მამუკა არა ერთი წუთი ოღონდ მალე უნდა შემახრამუნო თორემ ჩემი ქმარი სადაცაა დაბრუნდება მარიო ეგ არის აუ რა მაგრალ თამაშობ გონი მოგიგებ აი ვა შენ რა მაგრა თამაშობ აუ რა მაგრია ორივე რა მაგრა თამაშობ რა მაგარი გიგო რა ორივე რა კარგი აუ თორნიკე იცი რა მაინტერესებს აი არსებობს რამე ამ ქვეყანაზე შენ რო არ მოგწონდეს და არ გიხარავდეს ა კი დიდო ტყუილს ვერ ვიტან ხო იცი ხო აი ბიჭო ახე მოგიგე რა ჩემი აი მოიცა არ მოგიგია ვიციო მოგატყუე აუ რა მაგარია დიდო რომ მოგატყუე ძმა ხარ დიდო თავიდან მომეცი არა მე ვაგორებ კარგი მე მოგიგია რა უში გენაცვალე რა ვისეუბნები გიო ზა ეგარი არ მაწყობდა მაგრამ მაგარია ეგრე ნუ გიხარია რა შენ ყველა გაგორება თორე ეგრე მგონია რომ სუწყულს აგორებ რა ხო კარგი აი ეგრე თუ იაკე რა მაგარია თუ იაკე რატო გიხარია ვერ გავიგე რა ბატო დიდო თუ იაკე მაგარია გამწარებ დიდო აი ხა მაგ სიტყვას ნუ ხმარობ ნარდის თამაშის დროს ვა გიო გამწარებს რა მოკლედ გიო მე და თორნიკე შენთვის სიურპრიზი გვაქვს რა ხდება ეხა გამაგებინე უთხარი გეხვეწო შენ უთხარი გამაგებინე რა ხდება თორნიკეს მაიკო მოწონს ვიცი კაცო თუ იცი შენ საიდან იცი ამას ყველა და ყველაფერი მოწონს და მაიკო რა მოწონს რა დაუჩაო არა დიდო შენ ვერ გამიგე მაიკო ძალიან მომწონს მოიცა იმაზე მეტად მოგწონს ვიდრე მე მოგწონ ვარ
ვაიმე არასდროს არ მეგონა თუ მაიკო ასე შემეწოდებოდა. გიოხო გიხარია. წარმოვიდგინე რა მაგარი წვილი იქნებიან თოკო და მაიკო. რა წვილი რა წვილი? წვილი. რა წვილი? მოიცა? შენ და მაიკო წვილი? წვილი. წყალს დავლებ მოვალე ხავი გააგზელეთ. იგი გაუშვა სიხარულისგან. ზურა, კარგი რა. კიდე მაგათოს მეკაცო. გეხობა დაანებე თავი რა. რა დავანებო თავი მამუკა. ჩემ ფექვეში ოჯახი ინგრევა და თან კიდე სოლი საკუთარ სახში ქმარს გავატოს და შე კიდე მეუნები თავი დაანებეო. ხო, ზუსტად მაგას გეუბნები. შენ და ჩვენი ხმა სხვა ჩადის ქვემოთ, ა? და გუშინ ღამე მუცელი მიბუბუღებს და რაღაცა. და მიდოლებთან ხო არის მის ჩვენი ხმა? არა, ქვემოთ არავინ არ ცხოვრობს. ზემოთ ორი ძმა არიან. ერთი უიღბლო მწერალია და სულ წინავს. მეორე გიჟი სამხედროა და სულ ყვირის. ასე რომ მაგაზე არ ინერვიულობ. რას მაჩვენებდი ახლა? აჯობდა ეს არ გაგვიგონა? ყური ამ უნამუსო ქალს უყურე რა. კარგი, წავედები დღეს მაგ უამრავი საქმე. შენ რა გეგმები გაქვს ახლა? ხო და არ მითხარ ახლა მთელი დღე ამაც მოსმენას აპირებ. არა, ამათ მოსმენას. სტალომის თან და წავიდე გერმანულზე კრება აქვს და კეთიმ დამირეკა რომ აუცილებლად ვიდეო. ხო. მოემზადები ახლა და წავალ. არ დავგვიანო იცოდე. არა, დავაბიანო. ესა. წავედები რა. ხო. მაინც მოემზადები ხო და ესა. არ დავგვიანო. არ მოგინახე. არა, დავგვიანო. მოემზადები ახლა. საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში. რა, მაინც გამამაზინა რა. ეს იადრი რატომ მოხდი მამუკა? ტელეფონი ხელში გიჭირავს. ტელეფონი არა ესე. წვნები გამიშთა. რა? კარგი ხო რა, მე ხო ადამიანი ვარ, მაინტერესებდა. გავეთავისუფლე და მოვედი რა. ჩაიძინე. ისინი ნაყინი მოვიდა. ხო. ხო და ხალ მოვუსვირო. ხო. ჯამო. ჩუმად. მოდი. აბა. მითხარი ხარ ერთ გამოტო. არაფერი ისეთი რეკლამაზე იყვნენ გასულები. მითხარი ხარ ერთ გამოტო, თუ ყოდა თუ არ მოვხანდი ამ ხალხზე ამ ხალხს. რა ვიცი მამუკა, რა ვიცი. ისეთი რაღაცეები გავიგე. რისი გაგებად საერთოდ არ მინდოდა და მოყოლა მით უმეტეს. საკუთარ ძმასთან მოყოლა კიდე უფრო მით უმეტეს. ანუ ის ანუ მოსახდენი მოხდა. მოსახდენები, მამუკა, მოსახდენები. და ისეთი რაღაცეები გავიგე. ისი გაგებად საერთოდ არ მინდოდა. ყოველ შემთხვევაში მე როგორც წესიერი კაცი ასე ვთვლი. მაინც რა მოხდა? რა ვიცი, მაგრამ ისეთი ხმები ამოდიოდა ბოდიში და თავი შარაპოვას თამაშზე მეგონა. აბა? შენადა. და როგორ ვიყო ახლა? ხმარ დიდი ხანი აღალატობს? ცოტა ხანი არ უნდა იყოს. ისე თავისუფლად იყვნენ იმან ბავში. მოხდები რა, პონჩი რა. ხდები, ხო, გავიგე, ხო, რა, აჰა. აუ, რა ცუდია, მალე რომ უნდა წახვიდე. მე შენთან ერთად მინდა. გაიგონე რა თქვა, ნამუსო მამა. გათახსირებული დედაკაცი. საწყარი ქმარი რა. საავადმყოფოში მუშაობს, რამდენი სიცოცხლეებს არჩენს ეს კიდე? რა სიცოცხლეებს არჩენს, კაცო? დერმატოლოგია ეს ბიჭი. ხო, კაი, სიცოცხლეებს თუ არ არჩენს, მუწუკებს ხო არჩენს არა? მოწუდეს რა. და ჯარში ბიჭებს რა უთხარი?
არაფერი ისე მე ვთქარი ბიჭო საერთოდ ერთ სახში დაესვენეთ ოჯახთან ერთად მეთქი რა. შეიძლება კეთის. კეთის თუ რა უნდა მეთქვა? რა ვიცი ხო არ იყავ სალომესთან გერმანულზე და. ვაიმე როგორ და რა იდიოტია რა იდიოტია ამბატი გულისთვის როგორ დამავიწყდა ბავშვთან თასვა. ვაიმე ეხლა მე უნდა დაურეკო უნდა კეთის. ხო იცი შენთან ერთად თავს ისედაც სულად ვგრძნობ. თავს დაცულად გრძნობო ქალბატონმა. თავს დაცულად ეს ვინღა უნდა იყოს. ვაიმე კეთია ხო ვაპირებდი ეხლა დარეკვას რატო დამავიწყდა რა? მომისმინე. იქა განქორწინებაზე დაფიქრდა. მე განქორწინებაო რა თითო რა შეენაღლება რატომაც არა. ვაიმე როგორ დამავიწყდა ხო ვაპირებდი დარეკვას რა? გამარჯობა ზურა. არა დღეს რა დღეა გახსოვს საერთოდ? ეასნისავს ნაყინი გემრიელიოს არის. მამუკა ხობა დაქტო ჩენ და ნაყინი მარტო. არა დავამთავრე უკვე. მადლობა შენ. არა ის საინტერესო სანახაობა კი იყო რა. უი კეთი რაც მეუბნებოდი ხო? რას გეუბნებოდა ვიღაც მეზობლების გამო სალომე როგორ დაგავიწყდა? რატო გავახსენე ეხლა რა მინდოდა რა? და ნულაპარაკობ ეგრე თითქოს არაფერი არ ხდება ოჯახი ინგრევა ხო ხედავა რა? ხო ზურა მართალი ამათ უფრო ჭირდები აბა საკუთარი ოჯახი დაგენგრა უკვე. სხვაგან უიჭხოთ არ შეიძლება? რაღაცას უსმენ ხო? არა თქვენ სულ განჭირდა რა წავედი მე. რა დაგემართ უიცადე ცოტა ხანი უიცადე კეთი. იცოდე ჩემო ქმარმა არაფერი არ დაიწყო. გაიგონე რა თქვა? გაიგონე გაგიჟდები რა გაგიჟდები. ნაყინი არია. მამუ. ვაიმე რა ვქნა ვაიმე ხა რამე ისეთი უნდა მოვიფიქრო ამან მაიკოს თავი დაანებოს რა. ეხლა ეს რამე ისეთი უნდა იყოს რა თქმა უნდა სიმართლე არა. და ეს რამე ისეთი უნდა იყოს რომ იქნება შეეზიზღოს საერთოდ. იმე მაგრამ ამას რაც გინდა უთხრა ყველაფერი მოეწონება. რა გავიგე რატომ გადამეკიდა ეს ბიჭი. ოგიო ხო მაგარი იქნება. რა იქნება მაგარი? რა იქნება გიო მაგარი და წარმოიდგინე მე და მაიკო წვი. წარმოიდგინე ჩვენ 4-ვე რა ბედნიერები ვიქნებით ერთად ა? მოიცა მე არ მომწონს ეს ამბავი, იმიტომ რომ მაიკო არ მომწონს. აი რა დიდო რა. მე ვიცი რომ შენ ჩემთვის უკეთესი გოგო გინდა, მაგრამ მე ეს მომწონს და რა ვქნა? მოკლედ მაგაზე არ ნერვიულო რა. მოიცადე კაცო რა. რა დროს შენი ოჯახია? შენ ოჯახს ვერ შეინახავ ძმაო. ვა. რატო ვერ შევინახავ? ვერ გავიგე, რატო ფიქრობ ეგრე დიდო? მე ძმაო ჩიტის რძეს არ მოვაკლებ მაიკოს. ბიჭო, ხელფასი შენ არა გაქვს ნორმალური და სამსახური. ჩიტის რძე არა ის კიდე. არა, შენ ვერ გამიგე დიდო. უბრალოდ ჩიტის რძის დიდი პარტია დამრჩა ჩაუბარებელი და ჩიტის რძეს არ მოვაკლებთ ხო რა? მისმინე. შენ მაიკოს უთხარი რომ მოგწონს თუ გიყვარს თუ ვერ გავიგე საერთოდ რა შვები? არა, დიდო ჯერ არ მეთქვია. იცი რატომ? სიყვარულსა მალვა უნდა ვითაც ცხენს ანაყარავსა. აუ გიჟდები რა, გიჟდები შოთა გენია რა. მართალი შოთა გენია, სიყვარულსა მალვა უნდაო და არ უთხრა არასდროს. გიო რაღაცა არ გაგეხარდა ეს ამბავი და რატო ვერ ხვდები რა? კიდევ კარგი რომ ვერ ხვდები. მართლა. აჩა, დიდო რას უწუნებ ვერ გავიგე. კარგი ტანი აქვს. ლამაზი თვალები. კერდი აქვს. ბიჭო, ეხა შენ ნუ მასწავლი, ეხა რა როგორი აქვს რა. მისმინე შენ საერთოდ ნორმალურად ილაპარაკე რა ოჯახში ვარ ეგეთ რაღაცებს ვლაპარაკობ მე ეს გოგო არ მომწონს თქო თქვი და მორჩა იმიტომ რომ არ მომწონს რომ რობერტის მოწონს უი ხო რობერტის მოწონს მაიკო ძალიან კარგი გოგო შენ ერთ გოგო მოკლედ მე ორი მიზეზი მაქვს რატომაც არ უნდა მოიყვანო ეს გოგო შენ ცოლად იმიტომ რომ რობერტის მოწონს და მე ორი მიზეზი მაქვს. რობერტი გიო, კარგი რა. წარმოიდგინე ახლა რა მაგარი წვილი იქნებიან და რა მაგარი იქნება. თორნიკე მე საერთოდ ჩვენს მეზობლად გადმოვა საცხოვრებლად. ხო. ეხა უკვე სამი მიზეზი მაქვს. ვაიმე. რა ხდება კეთი? კეთი
რა ვაიმე რა ხდება თქვი რა კიბეზე ესეთი გამბავი გავიგე არ დაიჯერებ რა და ქვედა მეზობელი გოგო თავის ქმარს ღალატობს ქმრის ძმასთან არა გამო ისეთი რამე გავიგე რომ გითხრა გაგიჟდები რა ქვედა მეზობელი ქმარს ღალატობს ქმრის ძმასთან არა რა სალომეა რა აიღე მამუკა სალომე რეკავს და აიღე კეთი სალომე რეკავს სხვაგან მოხდი გენაცვალე და მეორე ჯერ არ გაგმორეკავ გაიგე წარმოიდგინე ესე იგი ქალი ღალატობს ქმარს ანუ ცოლი ღალატობს ქმარს თავის მაზლთან ნუ ესე იგი ქმრის ძმასთან წარმოიდგინე რა აბა წარმოიდგინე რა არ წარმოვიდგინე არა კეთი აი ხო ამბობდი რომ ჩვენზე ბევრად უარესი ოჯახებიც არსებობს მეთქი მეც მიხარია რომ ვიღაცები ჩვენზე ცუდათაც არის ხო თქვენ ფერებას უსვენ თუ იმასაც გიждები რა თუმადამეც უნდა რომ ქრისტეს ეღალატა რა ქმრის მას მიახტა რა აბა ვინმე თუმადამეც მასთან უნდა ეღალატა ვინმე სხვის მასთან ეღალატა კაცო ან რა ვიცი ზურას მასთან ეღალატა ან ათასი ძმა არსებობს რა ქმრის მას მიახტა სერაგაცია აბერე გასულოს რაღაც სიტუაციასთან დაკავშირებით ხორბა მომივიდა თავში და ვიცინე ჩემთვის რა გითხარი რა თუ მაინც შენ მოგაგონდა არ მოყვეჯობია მაინც ტყუილა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით და რა მნიშვნელობა ხო კარგი გითხარი აი ხა ეს ჩვენი ბეზული გოგო ეს ქვედა ბეზული რა ხო აი ვერიგე ხა ცოლია თუ თხილის გული ანუ ორი ზმა რო იყოს თქო რა ეხლა ცოლია თუ თხილის გული თქო რა ანუ მაგაზე გამეცი რა გაგიცინება რა მითხარიო და არ წახვიდე ზუიადი რომოვა ერთად დავხვდეთ და გაიგონე რის თმას აპირებს არა გაიგონე რისი თქმა უნდა და გაიგონე ხვა უკვე რის თმასაც აპირებს და სანამ შეკიოდი რა მაგარია ქალების შესახებ ვინ იცის გუსტავო აგვიხსნით რა ხდება მე მოგიგე კალბატონი საკრძალდება მაბადია გუსტავო კარგი წავაგე ეგავაგე მართლა ჩვენი მამის შვილია კარგი რა რამდენ ქალს შეუძლია იგივე ამ ვა რუბე მოდი გიორგი ყველაფერზე რობერტის თხოს დახმარებას. ფულის დაბრუნება უნდა რობერტი, ვინმეს მოტყუება უნდა რობერტი. აი ახლაც იმიტომ დაიბარა რომ თორნიკეს და მაიკოს ამბავში დახმარებას ხოვოს. მოკლედ რობერტი და ბიძინა მაგარ შარში არიან. მე და რაზე ლაპარაკობენ? მე მგონი შენზე თოკო. აუ ხო უეჭველი გიო ჩემზე ეუბნება ძმასავით მიყვარსო. მე რა ხანდახან მგონია რომ დებილი ხარ რა. რა მაგარია? მეც? რა შენც გონია რომ დებილი ხარ? არა, ხანდახან მეც მგონია რომ დებილი ხარ. ვა, მე მგონია მარტო მე ვიყავი. მოკლედ, რობერტ. ბიჭო, ამ თორნიკეს მოეწონა ეს ჩემი მეზობელი რო მაიკო რა. ხო. ხო და ეხლა შენ წარმოიდგინე ამათ რო ერთმანეთი შეუყვარდეთ. მე თორნიკეს სახლიდან ვეღარ მოვიცილებ. და მაგათი სიყვარული თუ საერთოდ სოფრობაში გადაიზარდა და შედგა. ო ხდები რა მოხდება ეხლა თორნიკი მაიკოსთან გადმოვა საცხოვრებლად და რა გამოვა რომ მე თორნიკეს ოჯახთან ერთად უნდა ვიცხოვრო? ხუჭი შენ რა მინდა იცი გითხრა? გთხოვო რა. შენ შეგიძლია რომ თორნიკეს მიხვიდე და უთხრა რომ მაიკო ვითომ შენ მოგწონს და შენ თავი დაანებეთქო რა. ანუ თორნიკეს უთხრა მომწონ ხარ თქო? თორნიკეს უთხრა რომ მაიკო მე მომწონს თქო და შენ თავი დაანებეთქო რა. არა, კი გავიგე, მაგრამ უბრალოდ მე შემიძლია თორნიკესაც უთხრა მომწონ. შენ გულისთვის
ყველაფერს გავაკეთებ. ბიჭო, მე რაც გთხოვე, ამ ეტაპზე მარტო ეგ გამიკეთე, კარგი? შენ როგორც იცი, აბა მიდი. თორნიკე ზამიან. მეცი ერთი აქეთ რაცა სათქმელი მაქვს შენთან და თოკო ხო გახსოვს თვალებში არ უყურო. ძმისგულო გიორგი მელაპარაკა წეგან და მითხრა თორნიკეს მაია მოწონსო და არ მესიამონა მამბა. თან ახლა ნათესავი რაპონჩი მოგწონს სამი? სანათესო. მოიცა რანაირი ნათესავია? და ჩემი მომავალი მეუღლეა. რა ხდება რობერტ? რა ხდება ჩემო დაია და მე მომწონს მაია და აუცილებლად სულაც უნდა მოვიყვანო. აუცილებლად ვითომ რატო დაწინდულები ხართ რობერტ? დაწინდულები რა შუაში ადამიანი ამბობს რომ მიყვარსო და რა გჭირს თამუნა? ო მე მაგოგოს გარეშე სუნთქვა არ შემიძლია. აბა ეხლა როგორ სუნთქავ? ეხლა როგორ და შემოსვლამდე ვნახე და ღრმად ჩავისუნთქე და მომწონს რა მაია მე მომწონს. მოიცა ეგრე მეც მომწონს ზო. ხო მაგრამ მე უფრო დიდი ხანია რაც მომწონს. მოიცა ეხლა უფრო დიდი ხანი რანაირად არის ერთდროულად გაიცანით თქვენ მაიკო. რანაირად და მე წინა ცხოვრებაშიც მომწონს. შენ მიყვარ ხარ და იმისთვის რომ შენთან ერთად ვიყო ყველაფერს გავაკეთებ. მეც საყვარ. ხო შეიძლება რომ მართლა უყვართ ერთმანეთს. და ყველაფერი ქრის ბრალია ესე რომ დამთავრდა. ხო, არა. იმიტომ რომ ესე ზედა სართულიდან ახლა ცოტა სხვანაირად ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ შეიძლება მართლა ქმრის ბრალია ეს ყველაფერი. ის არა მშობლების კიდე. ხო რა, არ შეიძლება. შეგვიძლია მშობლები არაფერ შუაში არ არიან? მშობლებს რომ წესიერი შვილი გაეზარდათ, ეს არ მოხდებოდა. მოიცა კეთი ხუმრობ შენ ახლა, ხო? მშობლების არა მთავრობის ბრალია კიდე. რა, მთავრობის ბრალიც არის ამაში. ქვეყანაში ისეთი მდგომარეობა რომ წარმოგიდგენე, ქალს უნდა რომ ქმარს უყოლათო და ვესად ვერ წასულხარ რომ წესიერი ადამიანი გაიცნო და ისე იძულებული ხარ რომ საკუთარ ახლობელთან გააკეთო. ესე იგი ყველას ბრალია გარდა ამ ქალბატონისა რა და ზვიადის გრძნობებზე არავინ ფიქრობ. გაშიკვენაგლება ბატონო ზვიადის გრძნობები. ის ხომ ერთი გულქვა დერმატოლოგია. თან ცოლი გალატებს საკუთარ სახლში. თან საკუთარ ძმასთან. ყველაფერი მისი ბრალია, რა თქმა უნდა. მისი თუ არა მშობლების ან საერთოდ მთავრობის. გამოვიდე? ხო, რა თქმა უნდა, დავწნადე. რაიოლის სათქმელია დაწყნარდი. თითქოს არაფერი ისეთი არ ხდებოდეს. რა გემართებათ, ხალხო? რა გემართებათ? კარგი ზურა. კარგი ზურა არ უნდა მაგას, ხალხო. გამოფხიზდით, სათამდე შეიძლება ვიყოთ ესეთი ინდიფერენტულები სხვისი ტკივილის მიმართ. ეხლა შეიძლება რაღაცნაირად. გაგიჟდი ახლა? მე გავგიჟდი, ხო? ესე იგი მე გავგიჟდი. კარგი ზურა, ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი კარგად არის. რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად არის. ნორმალურად ლაპარაკი აღარ შემიძლია, ყველაფერი კარგად არის. ეგავა. მეგონის გოგო. ქვედა გოგო? ეს უბრალოდ ვერ ეკეთოთ ახლა, ნუ არ ვიცი სახეზე კარგად, მაგრამ მეგონისა. ოიმე. მოდი ვკითხოთ. რა უნდა გითხრათ? ვკითხოთ, ვინ არის თქო და ხმაზე ვიცნობ. ვაიმე, მაგის ხმას მილიონში ვიცნობ. რა უნდა ვკითხო? გაგიჟდი თქვენ? ვკითხოთ. რა ვკითხო? როგორ ვკითხო? რომელი ხართ ხო? ხო. ხო, რომელი ხართ? რომელი ხარ? თქვენი ქვედამეზობელი ვარ. კარი გარდა. მაგრამ აქ რასაკეთებს? არ ვიცი რასაკეთებს. რა უნდა აქ, ჰა? მოდი გავუღოთ და ვკითხოთ. რა გავუღოთ? ვაიმე, მასტაფარ. ხო, გავუღოთ. რა გავუღოთ? გავუღოთ. გამარჯობა. ესე იგი, თქვენ ბრძანდებით ჩვენი მეზობელი გოგო. ქვედა მეზობელი. დიახ. იცით, ცოტა სხვანაირი წარმომიდგენთ. მეც. როგორც მახსოვს ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობ. ხო, არ ვიცნობთ, არა, პირადად არ ვიცნობთ, დიახ. ხო, მაგრამ ჩვენ იმაზე კარგად გიცნობთ, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. იცით რა, თქვენი აურა უკვე იმდეს მეუბნება თქვენზე, რომ ჩათვალეთ, რომ უკვე გიცნობთ. თქვენი აურა. და ჩვენი სახარება.
რაზე გაწუხებთ იცით? ხერხი მჭირდება ძალიან და ვერ მათხოვებთ. თუ ხერხი არ გაქვთ, ეგებ ნაჯახი მათხოვოთ. ან ხორცი საჭრელი დანა მაინც. ერთი წუთით დიდი ხანია მიყვარს მაია მე. სამაგიეროდ თორნიკეს დიდი ხანია უნდა ცოლის მოყვანა რა. ხო, რობერტის ცოტა ხანია რაც უნდა რომ ცოლად მოიყვანოს და ნუ ვალოდინებ ცოდო ახალგაზრდა ბიჭი რა. მაცო ვერ გავიგებ ლაპარაკობთ ეხა თქვენ. მე ჩემი მომავალი გეგმები დასახული მაქვს ძმაო უკვე. მე მომწონს ეს გოგო და მე უნდა მოვიყვანო ცოლად. წარმოიდგინე ცოლად მოვიყვან, ბავშვები გაგვიჩნდება. წარმოიდგინე პატარა თურნიკები რო ივენენ რა. წვრილი ხმით. აუ, რა მაგარი იქნება. აბა რა, იო ხო მაგარი იქნება. ხოთე შორის, მაიკო რობერტიზა დიდია ასაკით რა. შენც ჩემზე დიდი ხარ და რა მოხდა მე რა? ეს ახლა არ მეტყობა სხვაობა, გიო თორე. ასაკში რო შევალდა რო ჩამოვიღვენთები, ახლა მე რობერტიზა ვზრუნავ თორე მე რა. უშე მართალია ხოჩი. მართალია თამუნა. ჯერ პატარა ხარ, ცოტა დაიცადე, გაიზრდები, დვინე უკეთეს გოგოს გაიცნობ, ის შეგიყვარდება და ცოლად მოიყვან. მე შემდეგ უკეთესი თუ იქნება, შე რატო არ ელოდები? მე გითხარი უკვე რომ მაიკო მომწონს მე, ყველაფერს გავაკეთებ თქო რომ ანალოგიური გზნობა გაუჩნდეს ჩემს მიმართაც. მე მაიკოსთვის ყველაფერი საუკეთესო მინდა. მაოცებ თორნიკე. მე თუ ყველაფერი კარგი და საუკეთესო გინდა. აგერ არა ვარ მე. რანები თავი მე მომწონს მაია და ნამდვილად კარგი და საუკეთესო ვიქნები მისთვის. თან ახლა შეხეთულებითაც ჯობი ვარ მე. ნუ ახლა ქერა რო გოგო რო იყო, მაშინ ქერადაც ისპერთვალება, მაჯობებდი, მაგრამ ბიჭს მუქი უხდება უკვე. მაიას მოწონს ჩემნაირი ბიჭები. ხო, აი გიჟდება ბიჭი რო ფეხზე იხდის. გიორგი ახლა იცოდე? მაიკო ან თორნიკესთან იქნება, ან არ ვიცი რას ვიზამ რა. მე რა შუაში. ან არაფერს არ ვიზამ. ძალიან დავიღალე დღეს. არ იცი ახლა მე ეგრე ვერ გადავწყვეტავთ. ახლა მეც მომწონს, შენც მოგწონს და რა ვქნათ. მოდი, თუ გინდა მონეტა ავაგდოთ და იმით გადავწყვეტოთ. მოდი. არიული თუ რეშკა? არიული. აჰა, წააგე. ხანე რა წავადი არიულია? ხო, მაგრამ ეს ზემოდა ქვემოდა რეშკა. რახან შენ უფრო დიდი ხანია მოგწონს და თან რეშკაა? კარგი დაგითხრა. გახოთონა შენ, კაი ბიჭი. ასეთი შანსი მეორედ აღარ მოგეცემათ, ამიტომ მოასარი და ნახეთ როგორია მოწყენილი თორნიკე. ბევრი დრო არ გაქვთ. რა მაგარია? ორ თეთრიანი ნახე. ოჩარ თორნიკე, ოჩარ თორნიკე. არა, მე მომეწონა შენი გადაწყვეტილება. ბიჭო, აბა მე რა ვქნა ახლა? შენ რა ძაღლს გიყიდი? რა მაგარია? შავი ძაღლი მინდა. კარგი, ხო, თეთრს გიყიდი. აუ, თეთრი ძაღლი დიდო ძმა ხარ, რა მაგარია? ხა თოკო. რა ვქენე და რობერტს დაუთმე მაიკო. რა გიხარია მე? რა მიხარია და გიოს ნათესავი ცოლად მაიკოს თუ მოიყვანს, გიოს ხო გაეხარდება? შესაბამისად მე გამიხარდება. რაში შეიძლება სჭირდებოდეს ხერხი, ნაჯახი და ხორცის საჭრელი დანა. ხორცის საჭრელი დანა სჭირდება ხორცის საჭრელად. აბა სხვა რაში უნდა გამოიყენოს? თან თვითონ სახელიც გეუბნება ხორცის საჭრელი. ისმენი და ამბობდნენ ქმარი როგორმე თავიდან უნდა მოვიშორო. ერთი წუთით. უკაცრავად, მაგრამ ხერხს ვერ გათხოვებთ. იმიტომ რომ გჭირდება. უბრალოდ არ გვაქვსო ვერ უთხრა ხო? რაში გჭირდება ხერხი? რაში გჭირდება? ისე კარგი შეკითხვაა სხვათა შორის და თქვენ რაში გჭირდებათ? რაღაც მინდა გავხერხო. მართლა რა უცნაურია. მე კიდე მეგონა რომ არაფრის გასახერხად უნდა წაგეღოთ. კარგი, თუ ხერხი გჭირდებათ, მაშინ ნაჯახი მათხოვეთ. ერთი წუთით? შეიძლება? ეხლა რა ვქნათ?
ახლა როგორ შვიდად ლაპარაკობს ხერხზე და ნაჯახზე თითქოს თავისი ქმრის გასაყოფად არ უნდოდეს. არა, ყველაფერთან ერთად მანიაკიც ყოფილა. ხო, მაგრამ კარგი ხელი აქვს. როგორ გემრიელი გორცხესუნია მოდიოდა იქიდან? კი. რა დროს ეგარი? ხო, მართალია. მოგეთ ახლა ვრეკავ პოლიციაში და სანამ პოლიცია მოვა ამ ქალს აქედან არ გუშევ მართალია. და ქვევიდან კაცების ხმა გავიგონე, მგონი მაგის კვარი სახში მოვიდა. აი მე ესე იგი სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, მიდი დარეკე, შენ დარეკე. ჩვენ რამდენ დრო გავწევთ? გავწევთ. აი ხა ჩვენ ფიქრობ, მე და ჩემი ძმა ფიქრობ, სად შეიძლება იყოს თქვენი ნაჯახი? ჩვენი ნაჯახი გავაცნობთ. აი, დავზარდეთ ხოთ. იყოს მეჩქარება. დავზარდეთ, სანამ ვიპოვეთ ხომ. ხო, აი დავზარდეთ. დავზარდეთ, რა უნდა დავზარდეთ, არა, მოვზარდეთ. აი, საბოტიო ადგილი ჩვენ ნაჯახში ძალიან ხოთ. დავზარდეთ. აქ და არ მოიწყენოთ ძალიან ხოთ. ჩვენ კიდე მანამდე მე აი ზურა მე გავარიგე შეიძლება აი ესეთი უცნაური ტრადიცია გვაქვს მე და ჩემს ძმას აი ეს რომ აი ივანს ეკატის მე აქეთ ურჩები და აქეთ იქიდან აი გარიბოვე ტერიპო აი ვაზერალის არა თასახო ეხლა მოიფიქრე სად შეიძლება იყოს ნაჯახი სად შეიძლება იყოს ნაჯახი სად დავზანდით ხოთ აი ხა თქვენ თვითონ შევავწევ ხა ნახავ ნაბიჯად აქ იქნება საწოლოს მამუკა სად უნდა იყოს ნაჯახი მამუკა მართლა საწოლის ქვეშ ნაჯახი რატომ გდია? იმიტომ რომ წელდით რომ მაგმიცეთ მაგმონში შევაგდე. დებილი ხარ. რა კითხვებს მისმევ? რა კითხვა დაგიცვი? დარეკე პოლიციაში. აუ, დამავიწყე. საბაზაროში მომძებნიო და შენს გავუჩით რომ დაგვდათ. თუ მაინც და მაინც ვათხოვებთ ნაჯახს ხო? თითის ანაბეჭდები უნდა წავშალოთ. ნუ ბოთა რაღაცას. ხო, მაშინ ხერხი მივცეთ სუდად რომ წვის. რატომ რომ გაწვალდეს ადამიანი უფრო? მაშინ შენი იარაღი მიეცი პირდაპირ და ეგარი. არა, როგორ მე უნდა ვანიშო თემის ქმარს, რომ სახინე გაიქცეს. მართალია, ერთი იდეა მაქვს. აი აქ იქნება, აქ დავწევ. შეიძლება აქ იყოს. იდეა მაქვს, მაგრამ არ ვარ რა, რატომ? თვითონ ამას რომ დავაბაროთ, რომ ქმარს უთხრას გაიქეციო. აქ არ არის. არ არის. ეგარი არ ვარგა, ხო? ეგარი მგონი არ ვარგა, ხო? ქნახ მამაღლა ვიფიქრე. სადაცაა პოლიციაც მოვა. რაკი? ტელეფონი დავიჩარდა. მე სხვა მეზობელთან შევალ, ახლა შეგაჩვენე. არა. ძალიან დავზარდეთ. თქვენი სახელი გაცნობ? სოფო. ძალიან სად მამუკა. დიახ, ვიცნობთ ერთმანეთს, ეს ჩემი ძმა ზურა. დიახ. აი, აი ჩვენი ალბომი. ჩვენი ფოტო ალბომი დაათვალიერეთ. დაათვალიერეთ მანამდე. ჩვენ მანამდე. არ მოიწყენოთ? უნდა ჩავძახოთ იმ კაცავილა, რომ წავიდე სახლიდან. როგორ? მე ვიცი. წყალი ხომ არ ჩაუშვა და ფუცელიც გავაყოლოთ, წარწერით გაიქეცი. ესე ჩაუშვა წყალი რომ იმათ ჭერზე გამოისახოს წარწერას ვიად გაიქეცი შენი ცოლი და ძმა მოკლას გიპირებენ. ისავთ. ეგ არის. რობერტ, ძალიან მაგარი ხარ. ძალიან დიდი მადლობა. მაგარი საქმე გამიკეთე ძმაო. აი ეს გავამართი ხა შენ ჩემგან საჩუქრად. რა? ოიცა. რა იყო ბიჭო? კაი, მაგრამ რამდენი გინდა ვერ გავიგე. რასამო, გიო ძამია, მე ეს ყველაფერი ფულის გულისთვის კი არ გამიგეთები. მართლა მომწონს მაია და მაგითო გავაკეთე. რა თქვი ბიჭო? ხო, მომწონს მაია და არ დავუშვებდი, ახლა ვიღაცა თორნიკა ჩამდგარი იყო ჩვენ შორის. ფული რა შუაშია. ვაიმე. ისე საჩუქარი კი მინდოდა რომ ეყიდა მაიასთვის, მაგრამ მე ახლა სტუდენტი კაცი ვარ, სადამ აქვს მაგის საშუალება. ო, რავი, არ ვიცი, თუ არ ვიცი, აიღე ბიჭო. რა კენი? პოლიცია რა ნომერი? 112. უნიტაზის ქვეშ ნახე, უნიტაზის. შევადება ხოლმე. ადეთ ახედა ხვალ ჩადეს იქ გამოთ. ქვემოდან ზემოთ რომ ამოდის, ეგ ზუსტად ვიცი და ხომაჯობია ამ ქვემოთ ჩავიდეთ და იქიდან ამოწახოთ. არ უნდა გავაგზერეკეთი. აბა. აი ეგ სურათი, აი ნახე, აი შეხედეთ. აი სადმე რო ისოდეთ რა. ხო, აი ეს მე ვარ, ეს პატარა ხო, პატარა ვაში. ეს კიდე ზურა ჩემი ძმა ეს. მე. უკან არის
სვეტიცხოველია დიახ სვეტიცხოველი თქვენს ალბათ უკვე ესე ჩვენ ვართ სვეტიცხოველთან ხო ეს სურათი ესე ჩვენ ვართ ხო დათვალიერეთ თქვენ თქვენი ტიტულის სურათი ალბომში რატომ გავს გამაგებინე არა თითქმის უკვე ნაპოვნი კი სულ ცოტაც და ყველაფერი დამთავრდება აი ნახავთ სიტყვაზე მენდეს რა ქედი წინ 32 უნდა. რა 32 პირდაპირ 112. ვერ მოვდოს. ვერ. თუ არ გაქვთ მეტავალ, ცხონოზობელთან შევალ ახლა. როგორ გეკადრება? არავითარ შემთხვევაში დავზადით და რომ ჩავძახოთ? და მე ჩავძახოთ ეს ვერ გაიგონებს? ხო და ისე უნდა ჩავძახოთ რომ ამან ვერ გაიგოს და იმან გაიგოს. ეგ როგორ არის? მორზეს ამბანი ხო იცი? კი. ხო და ამას არ ეცოდინება ის კაცია და ეცოდინება გაიგებს. ხო და თუ გე მორზეს ამბანი თუ უნდა ჩავძახო როგორ და ესეთი თუ ნუ ბოთა რაღაცა მაშინ ვიფიქრე იატაკის ქვეშ პარკში დავკეთე სანამ დაჭარს ჩაიტანენ ჭერი არ დაიხოს იმ გასთავზე უიმე როგორი ლამაზი და საყვარელი ხოჭი აი საჰაეროსთან ზურა არ მოკლა რა ძალიან ხო რა უიმე გაიქეცი მოკლასი მერე ეხლა ნამდვილად უნდა წავიდე ძალიან მეჩქარება და სურათების თვალიერებასაც მოვჭი არა მეორეჯერ გადაავლეთ თვალი გეხვეწებით აქ იმდენი უმნიშვნელო დეტალია რომ ერთი დათვალიერებით ადამიანი ვერ ამჩნევს ხო იცით მე პირველივე დათვალიერებაზე ყველა დეტალს ძალიან კარგად ვამჩნევ მიჭი მაქვს ასეთი დიახ ყველა იმას მეუბნება რა კარგად იცით სურათების თვალიერება ეხლა კი ნამდვილად უნდა წავიდე ძალიან მეჩქარება დიდი მაგალითად გადამაბიჯეთ სოფა ესე არეკედა წესით უკვე მალე მოვა აჰა გაიგონე დარეკა და წესით უკვე მალე მოვა ეს დაელოდეთ ხერხი და ნაჯახი რა კაი იუმორის გრძნობა გაქვს იცი რა მეთქვის აი შემიძლია რაჭული ანეკდოტების კრებული გათხოვოთ არა იყოს მაგისთვის სხვა დროს ამოვალ ეხლა ძალიან მეჩქარება და შეგაწუხებთ არა აქ გადაიქეთ თუ გნებოთ აქვე წაიგეთ აქ მოგეწევთ საკითხვა ვერ წახავთ აი ჯო რაში კუნა შედის მობზადით ამბინიდან გამოგიძახ დიახ მობზადით აბა რა ხდება მობზადით აი ეს ბატონო ოფიცერო აი ეს ქალბატონი და თავისი საყვარელი ანუ ქმრის ძმა წარმოგიდგენიათ ქმრის ძმასთან ხალხობს გბარი საავადმყოფოში მუშაობს მთელი დღე გასულია რომ ამ ქალბატონს არაფერი მოაკლდეს და ეს ქალბატონი თავისი ქმრის გახერხვას აპირებს აბა გახერხვას რა და ეს არ არის თავის მოგადვენება საჭირო ჩემ ყველაფერი გავიგონეთ აბა რა გაიგონეთ რა და ყველაფერი გავიგონეთ ყველაფერი გაიგონეთ? საერთოდ ყველაფერი. დიახ, საერთოდ ყველაფერი გავიგონეთ. არა, ნუ მე საერთოდ ყველაფერი არ გამიგონია, საერთოდ ყველაფერი ზურამ გაიგონა. მე სამწუხაროდ გასული ვიყავი მაგ დროს, საერთოდ ყველაფერი დროს. მეც რო გამოძახებისთვის ჯარიმას არ დაგიწევ. მაგრამ გადამღები ჯგუფი გიჩივით, გადაღების ჩაშლის. სხვათა შორის ძალიან გაგიმართლათ რომ გადაღება იყო. თორემ მთელი დღე სხვისი პირადი ცხოვრებისთვის ჩუმად რომ გესმინათ. ჩივილი და სკანდალი მერე გენახა. რაჭული ანეკდოტების კრებული ხარ გნებავთ რომ აი შემოძია. გაჩი დიდი მადლობა. გეჩქარება ჩვენ. მადლობა თქვენ. მადლობა. რაჭან დაბაქინა ეს რაჭული. ჩემი დაჩუქა. მე ვერ მითხარ ხიო ახლა ბრავო ჯარიმას არ გამოგიწევთო პოლიციამ მართლა